მოგესალმებით ბატონ ზალ, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყოთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, როგორც ცნობილია, თითქმის 41 მილიონი ლარია გათვალისწინებული ამ პროგრამის ფარგლებში. ამ თანხიდან რა ნაწილი დაიხარჯება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და როგორ გადანაწილდება ეს თანხა ცალკეულ მუნიციპალიტეტებზე? მოგახსენებთ. ესე იგი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის გამოყოფილია 3.256.000 ლარი. პროგრამის დაფინანსების მოცულობა გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებითაც 200%-მდე განკარგულების მიხედვით. პროგრამა მოიცავს 252 სოფელს. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მოსახლეობაში საერთო კრებები და კონსულტაციები. საპროექტო წინადადებებში პრიორიტეტულია გზების, შიდა გზების, გარე განათების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, სკოლის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, სასაფლაოების შემოღობა და კიდევ სხვა კრებების დასრულების შემდეგ დაიწყება შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით პროექტებისა და სამუშაოების შესყიდვის პროცედურები. რაც შეეხება გადანაწილებას, რა თქმა უნდა, გადანაწილება ხდება მოსახლეობის მიხედვით და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების რაოდენობა არის 56 და იქ გადანაწილდა 648,000 ლარი. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 სოფელში დაიხარჯება 294,000 ლარი. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში 46 სოფელია 612,000 ლარი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომელთა რაოდენობა 56-ია, გადანაწილებულია 922 ლარი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 33 სოფელია და იქ დაიხარჯება 436,000 ლარი. ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების რაოდენობა არის 30, სადაც დაიხარჯება 444,000 ლარი. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსახლეობა თვითონ არის ჩართული აქ, თვითონ წყვეტს თუ რაში უნდა დაიხარჯოს მასზე გამოყოფილი თანხა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დაბალი თანხა არის 10,000 ლარი და ყველაზე მაქსიმუმი არის 20,000 ლარი და ეს თანხები თითქოს ერთი შეხედვით არ არის საკმარისი, მაგრამ მერიების მხრიდან ემატება 200%-მდე, რაც უკვე ზრდის თანხობრივად, იზრდება თანხა და უკვე შესაძლებელი ხდება რამე კონკრეტული ერთი პროექტის შესრულება. რამდენად არიან ჩართულები თავად მერები ამ პრიორიტეტების განსაზღვრაში, ესწრებიან თუ არა ისინი ან მერის წარმომადგენლები, მაგალითად სოფლის კრებებს? რა თქმა უნდა, მერის